Can you see by the dawn's early light? ამერიკის პრეზიდენტები, მე-9 პრეზიდენტი. რაღაც გაგებით ყველაზე საინტერესო უნიკალური პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი. უნიკალური თუნდაც იმით, რომ მისი პრეზიდენტობის ვადა 31 დღე იყო. არ გიშლებათ. არ მოგეჩვენათ 31 დღე, 41 წელს იგი აირჩიეს და ინაგურაციის დღიდან 31 დღეში იგი გარდაიცვალა პნევმონიით. ამერიკის ისტორიაში ალბათ ყველაზე მოკლე ვადაა პრეზიდენტობისა. და ცხადია, პრეზიდენტობისას ვერაფერი ვერ მოასწრო დიდი უილიამ ჰენრი ჰარისონმა, მასაც ამბობენ, რომ სიმართლეა, რომ პირველი ლედი ვერასოდეს ვერ მოესწრო თეთრ სახლში ცხოვრებას, რადგან იგი დაკავებული იყო ჩაბარგებით, რათა გამგზავრებული იყო და მთელი თავისი ბარგი გადაეტანა ოჰაიოდან ვაშინგტონში, მაგრამ აი ამ მომზადების პროცესში როცა იყო, მაშინ გარდაიცვალა ჰარისონი. და თქვენი თქმით რა უნდა მოვყვეთ ჰარისონზე, მაგრამ ძალიან ბევრიც მოყოლა შეიძლება, იმიტომ რომ საერთოდ ამერიკის პრეზიდენტების ცხოვრება, ბიოგრაფია თითქმის გამონაკლისის გარეშე რომ შეხედო, იმდენად დატვირთულია, რომ რამდენიმე ადამიანს ეყოფა ხოლმე თითოეული მათგანი გავლილი ცხოვრება. და აი ეს ცხოვრება, რომელიც გაიარა ჰარისონმა პრეზიდენტობამდე, მართლაც ნიშანდობლივია და მოვყვები ამის შემდეგ. მე მოვყვები ვეცდები ფაქტები დავასახელო, საინტერესო ფაქტები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ეს არ არის რაღაც ისტორიული კვლევა და არა გვაქვს პრეტენზია რაღაც ღრმა ანალიზზე, უბრალოდ ინტერესის გაღვიობა და გაჩენა იმ ინტერესს, იმიტომ რომ ზღვა მასალა არსებობს და თუ კი დაინტერესდებით, თავად იპოვით იმდენს და ეს იქნება ძალიან საინტერესო მოგზაურობა ისტორიულ სინამდვილეში. აქ უნდა ვთქვა, რომ პირობითია მე-9 პრეზიდენტობა ჰარისონისას, სხვანაირი თვალთახედვით ამბობენ, რომ მე-9 პრეზიდენტი იყო ჯორჯ ვაშინგტონი. კიდევ არ გეშლებათ, არ მოგესმათ ნომერი პირველი ჯორჯ ვაშინგტონი იყო მე-9 პრეზიდენტი და რა ლოგიკით. ამერიკის კონტინენტალური კონგრესი, როგორც კი ჩამოყალიბდა, კონტინენტური კონგრესი ირჩევდა პრეზიდენტს და ითვლებოდა, რომ ეს იყო კონგრესის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი. და ასეთი კონტინენტალური კონგრესის პრეზიდენტამდე ვაშინგტონამდე იყო 8. და აქედან გამომდინარე, ვაშინგტონი იყო მე-9 და არა პირველი, როგორც ყველა მივეჩვიეთ. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ უილიამ ჰენრი ჰარისონს, ძალიან საინტერესო ოჯახია. როგორც ამბობენ, ეს არის პოლიტიკური ოჯახი, პოლიტიკით გაჟღენთილი ოჯახი ვირჯინიიდან. ვირჯინიაში ისინი არიან, მათი ოჯახი, ჰარისონების ოჯახი არის 1630 წლიდან და თავად ჰარისონის მამა იყო კონტინენტალური კონგრესის მონაწილე, ამერიკის დეკლარაციაზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერი და ვირჯინიის მეხუთე გუბერნატორი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პოლიტიკა უცხო არ იყო ჰარისონისთვის ბავშვობიდანვე და რაღაც ლოგიკურად აგრძელებს თავისი წინაპრების გზას. თანაც ჰარისონის უფროსი ძმა, თვითონ ჰარისონი იყო მე-7 ყველაზე პატარა ნაბოლარა ჰარისონების ოჯახში. ჰარისონის ერთ-ერთი უფროსი ძმა იყო წარმომადგენელი ვირჯინიისა ამერიკულ კონგრესში. აქვე უნდა ითქვას, რომ ჰარისონი არის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც დაბადებულია და არ იყო დაბადებისთანავე ამერიკის მოქალაქე, ანუ ჯერ ამერიკა არ არსებობდა. წინა პრეზიდენტი, თუ გახსოვთ, იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც დაიბადა ამერიკაში, უკვე ამერიკის მოქალაქედ, აი ჰარისონი იყო უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც დაიბადა არა მოქალაქედ. გითხარით, რომ 18 წელსაც წავიდა ჯარში და მალევე ლეიტენანტი გახდა. ლეიტენანტი გახდა გენერალმა ანტონი ვაიტმა, რომელსაც ეძახდნენ მედ ენტონი. ქართულად გადარეული ენტონი, გიჟი ენტონი. ჰარისონმა თავიდანვე გამოიჩინა თავი როგორც სამხედრო და მისი ცნობილი ბრძოლა უკვე ვახტები აი ამ პროცეს ტიპიკანოუ, სადაც იგი ინდიელების უზარმაზარ არმიას, აი რიცხოვნულად მართლა დიდ არმიას შეებრძოლა
და ძალიან საინტერესოა ეს მომენტები საერთოდ მისი ურთიერთობა ინდიელებთან, იმიტომ რომ ცდილობდა სულ რაღაცა ხელშეკრულებები, ბრძოლები აი ეს ყველაფერს ენაცვლებოდა და ტერმოყრული ურთიერთობა ჰქონდა, ასე ვთქვათ. ყავდა ძალიან ბევრი მეგობარი ბელადიც, ძალიან ბევრი მტყად გადაკიდებული და ყველაზე ცნობილი მისი ურთიერთობა არის ტეკუმზე. ტეკუმზე, ვისაც ახსოვს, ფილმებიც იყო ასეთი ლეგენდარული ბელადია ინდიელებისა, ტეკუმზემ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია ამერიკელებს და ტეკუმზესთან აი ესეთი შეხლა შემოხლა არის ტეკუმზეს და ჰარისონის ისტორია. ცნობილი ამბავია, აი პირდაპირ ფილმის სცენას გავს, როცა შეხვდნენ ტეკუმზე და ჰარისონი თავისი თანხლები პირებით. ტეკუმზე დიალოგისას გაითამაშა გაბრაზება და მოუწოდებდა თავის მეომრებს ფაქტიურად მოეკლათ ჰარისონი და უბრალოდ ვერ მოახერხეს ეს ვერ მოასწრეს, იმიტომ რომ აქეთ ამ ხარესაც იყვნენ სამხედროები, თოფები, ბევრი მოკლედ დაშორდნენ ისე რომ არ გავარდა ტყვია, არ მოხდა სხორპლი, მაგრამ შემდეგ შეეჯახნენ ერთმანეთს ბრძოლის ველზე. პრეზიდენტობამდე განდრად სამხედროებისა ძალიან ბევრი რამე მოასწრო, იყო ენდრუ ჯექსონის მიერ გაგზავნილი ბოლივიაში, დღევანდელ ბოლივიაში გენერალ ბოლივართან, პრეზიდენტ ბოლივართან რაღაცნაირად დაელაგებინა და მოეგვარებინა იქ ვითარება, დიპლომატობდა ფაქტიურად, შემდეგ იყო კონგრესის წევრი, შემდეგ იყო ინდიანის ტერიტორიის გუბერნატორი, ანუ ძალიან ისეთი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა გარდა სამხედროებისა და საპრეზიდენტო მარათონში მიიღო მონაწილეობა ორჯერ 26 წელს, სადაც ენდრუ ჯექსონს დაუპირისპირდა ხელმეორე ოდაზე მიდიოდა ჯექსონი და აქ დამარცხდა და 40 წელს, როდესაც იგი გახდა კიდეც პრეზიდენტი, მაშინ მოუგო ვამბიურენს. როგორც ამბობენ, დღევანდელი გადასახედიდანაც კი ჰარისონის საარჩევნო კომპანია იყო ყველაზე თანამედროვე, ყველაზე დატვირთული ისეთი დეტალებით, რომელსაც მხოლოდ დღეს იყენებენ. მაგალითად იყო პირველად შემოღებული კამპანიის სლოგანი Typical and Tyler too. ეს დღემდე ერთ-ერთი სლოგანია, რომელიც ძალიან პოპულარული ამერიკაში იყო, სიმღერები დაწერილი იყო, მუსიკა, ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩართული. შემოიღეს ისეთი რამე, როგორც არის კარდაკარ სიარული და უამრავ ხალხთან შეხვედრა, სპეციალური კაბინები, ანუ კაბინეტს ეძახიან ამერიკაში ის ქოხებს დადგმული იყო, სადაც ხდებოდა შეხვედრები თვითონ ჰარისონთან და მის წარმომადგენელთან. მოკლედ ძალიან გაშლილი კომპანია იყო და ამბობენ რომ ძალიან მოწონდათ ჰარისონი ესეთი თვითონ გარეგნულადაც მაღალი ხმელი სამხედრო, როგორც თვითონ ამბობენ უზარმაზარი რომაული ცხვირით, ესე ძალიან მნიშვნელოვანიაო, ცხვირი ამახსოვრდებოდა ყველასო. და აი ესე ფაქტიურად მარშით გაიარა მთელი კომპანია და გაიმარჯვა ჰარისონმა, გაიმარჯვა და კიდევ ერთი რამე გააკეთა ამერიკის ისტორიაში, რომელიც აღარ გამეორდა, 2 საათიანი საინაუგურაციო სიტყვა თქვა, თანაც საგულისხმარო იდგა წვიმაში, უარი თქვა ქოლგაძეც, უარი თქვა მოსასხამზეც, იდგა წვიმაში და 2 საათი ლაპარაკა. როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ დაიწყო ის პნევმონიის ჩანასახი, რომელსაც იგი ებრძოდა ფაქტიურად მთელი ეს ხანი და 31 დღეში გარდაიცვალა. და ხშირად ეხა ამერიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროა საინაუგურაციო სიტყვა განსაკუთრებით საჭირო იყოს მოკლე, შინაარსობრივი და არავითარ შემთხვევაში 2 საათი, როგორც ეს გააკეთა ჰარისონმა. ჰარისონების პოლიტიკური დინასტია გაგრძელდება, მისი შვილი იყო კონგრესის წევრი, ამერიკის კონგრესის წევრი და მისი შვილიშვილი ბენჯამინ ჰარისონი გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ამიტომ ბენჯამინ ჰარისონს ვილიამ ჰარისონის შვილიშვილს კიდე შევხვდებით. აი ესეთი იყო გენერალ ჰარისონის ძალიან ენერგიული ცეცხლოვანი ცხოვრებისეული გზა და მისი უმოკლესი პრეზიდენტობა. ამით დავასრულებ მომავალ შეხვედრამდე.